ჩვენი პირველი სიუჟეტი ტრანსგენდერზე, რომელიც სოფელმა სცემა და გამოაგდო. ნახოთ. ეს ლანჩხუთის რაიონის სოფელი 12-ია. ამ სახლში 20 წლის წინ ბავშვი დაიბადა. ერთი შეხედვით ჩვეულებრივ ისტორიას საკმაოდ უჩვეულო განვითარება აქვს. არატრადიციული ორიენტაციის გამო ზუსტად აი ამ სტადიონზე მცემეს. ერთ დღეს, როცა თამაშობდნენ აქ აურები, ამოვიდა ერთ-ერთი ბიჭი, რომელმაც ტელეფონი ხელიდან გამაგდებინა, ფეხები ორივე მხარეს გადამიშალა და მეკითხება თუ რას ვაკეთებ აქ. სტადიონზე რამოდენიმე მყოფი ბიჭი ამოიყვანა და მცემეს. დაბშტვენაზე თითქმის სამი სოფელი მოვიდა და ახლობით 40 ადამიანი იყო სულ ამ სოფელში და აი ზუსტად აი ამ ადგილას სრულიად შიშველი შემომახიეს ტანსაცმელი და ლურჯებული აი ამ ადგილას დამაგდეს ზუსტად. ჩემი შედეგად როცა დაიღალეს დაიშალა ყველა მათგანი, წავედი სახლში ნაცემი. ზოგი წელში მირტყავდა, ზოგი სახეში. როცა დაიღალნენ ჩემი ცემით დაიშალნენ. დღეს ბიანკა სოფელ 12-ში იშვიათად ბებიის სანახავად ჩადის. თავიდან იყო ჩვეულებრივი, მაგრამ გადახრები ჰქონდა. მეც არ მომწონდა. ვეჩხუბებოდი, რამდენჯერ ტყეში გეიქცა, რამდენჯერ მდინარეში გეიქცა, რამდენჯერ წამლები დალია თავის მოსაკლავად, რამდენჯერ ბაწარიც გამოაბა თავის შემოსახჭობად. ვეჩხუბებოდი ჩემ ჩხუბის გამო. და დედამისმა გამოაგდო. ქართული ტრანსგენდერის დედის სკოლს ურეკში, მაგნატიტის დასახლებაში მივაგენით. ეს სწორედ ის სახლია, სადაც ბიანკა იზრდებოდა. ველოდები დედას, რომელმაც შულზე ღიად პირველად უნდა ისაუბროს. სულ 2 წუთით რამდენიმე კითხვას დაგისმენთ. რატომ გამოაგდეთ სახლიდან? როგორი ურთიერთობა? არ ეკონტაქტებით დღეს? არ მჭირდება მე ასეთი, თუ გინდა ასეთი მოიყვანე სახლში. ამბობს რომ ბავშვებიდან უწევდა საკმაოდ მძიმე საქმეების გაკეთებას სახლში თქვენი და აუ ბიჭოს Давай отсюда, пока все милицию не вызвали. დედაშვილს შორის მომხდარ კონფლიქტს და ოჯახში განვითარებულ ისტორიას ბიანკას დედისაგან განსხვავებით ღიად მისი მეზობლები ყვებიან. ჭიქა იყო, საინი იყო, ტრუსიკი იყო, უგასრევა თულამი იყო, რეცხიდნენ ყველაფერს. ბიჭი რო ყავს, იმას უნდა მისცე ჩაქუჩი. სოფელში მომხდარი კონფლიქტის გამო 12-ის დატოვება ბიანკასთან ერთად მის ბებიას 75 წლის მერი ხელაძესას მოთხოვეს, თუმცა მას სახლი ამ დრომდე არ დაუტოვებია. ბოიკოტი განეკეთა ყველამ არა, ზოგიერთებმა არის მეზობლები ისეთი, რომელსაც სანს მივდივარ და მოვდივარ და უთერთობა მაქვს, მაგრამ ესე იგი, აი რომ ვინც ამ ტემაში იყო შეკრული, ამან ბავში, ან ჩემი შვილიშვილის მიმართ, აგენმა განეკეთეს ბოიკოტი. ბიანკას ცემის ისტორიას 12-ის მოსახლეობის ნაწილი კამერებთან ვეღარ იხსენებს. რა ვიცი ასეთი. აი შენზე თქვა რომ პირველი ზუსტად მაგან დაიწყო. ოპა. არ გამიწყია მეც და ცხოვრებაში ამობს ნაჩუბარი არავისთვის არაფერი არ იცი. სამოუცნობო პიროვნებაა დამესხენ თავსვე მომაყენ ფიზიკური შეურაცხყოფა და მორალურად თუ გამანადგურებელი. ჩემი შვილი რომ ყოფილიყო მე მოვკლავდი მაგას მოსორდებოდი და ვარ ესუზამდი. სანაირი ხრია, რა პერსონაჟი რანაირ იმას აძლევს მაგალითს მომავალ თაობას. ეკუთვნოდა და ცემ. და მაი აქანე მარტო არ გულახინა ჩვენ სოფელს მაგა მისე მართლა არ გააკეთოს რომ მართლა გაასახლონ სოფლიდან. სუფსაში რომ გალახენ, ლანჩხუთში რომ გალახენ და სხვაგან რომ გალახენ იმას რატომ არ ამბობ. ჩემი შვილიშვილი ცუდია თუ კარგია, მე ჩემია იქ და მე მიყვარს. მე სხვის კარგს ჩემი გლახა მიჩვენია. კარგი იყო თუ ცუდი იყო ბაღნობიდან ჩემი იყო აქ. და ჩემი არის დღესაც. და სანამ ვიქნები ჩემი იქნება კიდე. ჩვენი სტუმარი ბიანკა შიგუროვა. მობძანდით. ბიანკა, როდის მივხვდი პირველად რომ შენ ხარ განსხვავებული ყველა შენი მეგობრისგან და თანატოლისგან? აი ყველაფერი დაიწყო გარდატეხის ასაკიდან, როცა შემისრულდა 14 წელი. და სოფელმა, რომელმაც შენ ფაქტიურად გამოგაძევა, ამბობენ თქვენზე, რომ გარყვნილი ხართ, ეშინოდათ თავიანთი შვილების, რომ თქვენ არ დაგმსგავსებოდათ. თავი მართლა არაფერი არ ყოფილა ისეთი გართულებული, ყველა მიცოდა ვინ ვიყავი და რას წარმოვადგენდი. უკვე ქალის ფორმაში ჩაცმა დავიწყა ზუსტად 16 წლიდან. უკვე არ მიჭირდა ეს ყველაფერი. და ჩაოლებრივად მიიღეს. თუ კი რამე შემთხვევა იქნებოდა დაუშვათ, ვინმე დაიღუპებოდა, თუ კი პირველი მომხმარე ვინმე ყავდათ,
გასვენებელ სეფაში მეძახდნენ მე და შემარქვეს სოფელმა თვითონ სახელი ანის მეძახდნენ. არანაირი გართულება არ ყოფილა იმასთან მიმართებით, რაც ვიყავი მე. სოფელში, იყვნენ ბიჭები, შენი მეგობრები, როგორ გრძნობდი თავს, ან რას გეუბნებოდნენ ისინი? ზოგადად, როცა ლამაზ ქალს ხედავენ, ყველა რაღაცას სიმპათიას გაჩვენებს, რომ მოსწონ ხარ. მაგრამ ესეთი გარაფერი ყოფილა, ჩვეულებრივად მეგობრობდით, როგორც ორი ბიჭი ძმაკაცობს ერთმანეთთან, მე ვიყავი მათი დაქალი. ამასთანავე უმეტესი გოგო ცხოვრობდა ჩვენთან და არასდროს არ ყოფილა ისეთი რამ, რომ ეთქვათ თუ რატო პირიქით არ მაგზნობინებდნენ, რომ ვიყავი განსხვავებული. ბიანკა, როდის წამოვიდა პირველი აგრესია? აი, როდის წავიდნენ შენი თანასოფლელები, შენი წინააღმდეგი? დედაჩემმა როცა გადაწყვიტა, რომ უნდა მოვეშორებინე თავიდან. ამ ყველაფრის შემდეგ დაიწყო სოფელმა ჩემი მოშორებაც თავიდან. და დედამ რატო გადაწყვიტა, რომ მოეშორებინე თავიდან? ძალიან რთულია ამ თემას რა შევეხეთ, იმიტომ რომ დედა არასდროს ყოფილა მამის ერთგული. მე ვიყავი ამის მომსწრე და მიუხედავად პლუს ამას მე განსხვავებული ვიყავი, ხედავდა ვიწრომდი თავის დასაცმელებს. ამასთანავე თვითონვე მაძალებდა, რომ ოჯახის საქმე გამეკეთებინა. ანუ ქალის საქმე გაგეკეთებინა? დიახ, ამას არავინ არ უარყოფს, იმიტომ რომ ყველა ხედავდა მთელი სამესაფლო. მამა რას ამბობდა ამ დროს? მამა ალკოჰოლისტი იყო, ზუსტად 2 წელია რაც გამოსწორდა. და იმ პერიოდში რას ამბობდა მამა? ფაქტიურად შეეძინათ ბიჭი და მერე უკვე ყავდათ გოგო. რას ამბობდა მამა? ამის გამო ხო არ გახდა ალკოჰოლიკი? არა, მანამდე იყო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ იცოდი დედას შესახებ, რომ თავის ცოლი არ იყო თავისი ერთგული. მე ამ შემთხვევაში არაფერს უბრალოდ დედამ დაიყოლია მამა, რომ მოვეშორებინე თავიდან, გურიაში წავედი, იქაც ყველაფერი გააკეთა სამაგისო და წამოსულიყავი სოფლიდან, ამიტომაც მამამ დაუჯერა დედას. დღესდღეობით კი ის ნანობს, რომ დედა ჩემს უჯერებდა. ბიანკა, დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა არის ქართული მენტალიტეტი. ანუ როგორც ვიცი, როგორც სოციალურ ქსელში ვკითხულობ, ქართველი მამაკაცები არ შეეგუებიან არასოდეს ტრანსგენდერებს. როგორც წერენ, მე იმას ვამბობ. აი, შენ რა აზრის ახარ ქართულ მენტალობაზე? ქართველი კაცები არ შეეგუება ამას. ისინი ამბობენ ამას მხოლოდ მაშინ, თუ კი რამე ეწყობა ჩვენ საწინააღმდეგო ძალიან დიდი წრე. ესე ცალსაკე თვითოეული, ვერცერთი ვერტყვის რო ვერ შეეგუება. მე პირადად შემიძლია დავიცდავ და 90% საქართველოში ტრანსგენდერის მომხმარებელია და ვერ მესმის როგორ ამბობს ქართველი კაცი ამას, რომ ვერ შევეჩვევით ტრანსგენდერს. არ ამგონია, რომ 90% მამაკაცისა იყოს ტრანსგენდერის მომხმარებელი. ანუ 90% ვერ იქნება მარტო შენი მომხმარებელი და ტრანსგენდერი ჩვენ ცოტა გვყავს, როგორც ჩვენ ვიცით. ბევრი არ გვყავს. ბევრი არ გვყავს, მაგრამ აი ესეა. შეგიძლიათ სხვებსაც კითხოთ. არა, იცით რა არის? კი, სხვებიც დაახლოებით იგივეს ამბობენ, მაგრამ ეს ხო არ არის ის ფაქტი, რომ თქვენ ეს გაწყობთ, თქვენ ეს მოგწონთ თავის მართლებისთვის. არა, მხოლოდ ამიტომ არ არის. მე არ ვუწყობ ხალხს ამას, რასაც ვამბობ. მესმის შეეგუება თუ არა. არ არის საჭირო, მე ვფიქრობ, რომ ყველა მამაკაცი შეეგუოს აი ამ ამბავს, იმიტომ რომ დაიკარგება საქართველოში ქართველობა. ძალიან ბევრი გამალანძღავს, როცა ნახავს აი ამას, რაც თქვი და იტყვის, რომ ბიანკა ჰომოფობია და ასე შემდეგ, მაგრამ არ ვარ. არ შევუწყობ ხალხს ნამდვილად და არც კარგი იქნება საქართველოსთვის ყველა კაცი კარგ, ასე ვთქვათ, დამოკიდებულებას იჩენოს ჩვენს მიმართ. არ ვამბობ, რომ უნდა მოგკლას, გვცემოს, ანუ ჩაგქოლოს, რაც მოხდა უკვე.
უბრალოდ აი სულ ცოტა დენი ასე ვთქვათ საერთო ენა უნდა გამონახოთ, მაგრამ ვიცი რა, ეს მათინება საერთო ენას გამონახავენ თუ არა, როგორც თქვენი ნება, თქვენ როგორ ფორმაში იქნებით. ბიანკა, პირველი სექსი როდის გქონდა მამაკაცთან? იცოლებით 8 წლის ასაკში. ეს არავინ არ იცის. რას ამბობ, ვინ იყო? საკუთარი მეზობელი, რომელიც დღესდღეობით ცოცხალი აღარ არის. და მშობლებს არ უთხარი? ის მემუქრებოდა, რომ ჩემს მოზარდს იგივეს გავუკეთებდა, რაც მე. ამიტომაც ვარჯი ესიჩუმე და ვიტანდი იმას, რაც მოხდა 8 წლის ასაკში. და შენ ფიქრობ, რომ ამან განაპირობა ყველაფერი თუ მანამდე ატყობდი შენ თავს რამეს? ჩემი გაუპატიურება იქიდან გამომდინარე გადაწყვიტა ამ პიროვნებამ, ხედავდა რაც ვიყავი. ხედავდა თუ რას ვაკეთებდი, საჯაროდ ჭურჭლის რეცხვა, საჯაროდ საკუთარი დედის ყველაფრის გარეცხვა, მოზარდი ბავშვი ვიყავი. არ არის პატარა საქმე. როცა ხედავდნენ მეზობლები, ოჯახის წევრები, ნათესავები, არავინ არ გეუბნებოდა, რომ შენ ბიჭი ხარ, ეს არ გააკეთო, არავინ არ მიგითითებდა? ყველა დედას ეუბნებოდა და ჩემს პასუხი კი ეს იყო, ჩემი შვილია და რასაც მინდა იმას ვისა. ამიტომაც უმეტესი აბრალებს დედას, რა ბიანკა გაიგო. დედა სად არის ახლა? ურეკში. არ ნახულობ ხოლმე? 4 წელია საერთოდ არ მინახავს. არ გენატრება? ძალიან, მაგრამ მას არ უნდა რომ ყავდეს ჩემი ნარეშვილი. ბიანკა, შენ უბედურებაში დედაც ადანაშაულებ? კი. უბედური ხარ? იმ მხრივ რომ დედა მყავს ცოცხალი ვერ ვხედავ, იმ მხრივ რომ ძალიან ბევრი ნათესავი და ოჯახის წევრი დავკარგა. როცა შესაძლებელი იყო რომ ყოლოდა ყველა ერთად. ბიანკა, შენ იყავი ერთადერთი ტრანსგენდერი, რომელმაც ოფიციალურად იქორწინე და თან ეს იყო გაყალბებული დოკუმენტები იყო. ეს პიროვნება გავიცანი ერთ-ერთი სოციალური ქსელით. როცა გავიცანი ეს პიროვნება იყო 30 წლის. და შენ რამდენი წლის იყავი მაშინ? 17-ის. მერე? და აი ძალიან უცნაურად დაეწყო ურთიერთობა, იმიტომ რომ მე ამ სოციალურ ქსელზე სტატუსად მედო რაცაც წარმოვადგენდი, ვარ ტრანსექსუალი და მოკლედ შინაარსი. ამას მეკონა რომ ყურადღება არ მიექცია ამ ადამიანს. როცა შეხვედრის დრო დამითქვა და როცა შევხვდით, არაფერი უთქვავს, მანამ არ მიმიყვანა სახლში. და როცა ამ პიროვნებამ დამიწყო კოცნა, მოფერება და აი უკვე სექსუალური კავშირის დამყარება შევაჩერდა ვუთხარი. მე რასაც წარმოვადგენდი, მაგრამ ჩაურებროთ ღიმილთ მიპასუხა, მე ვიცი, ნუ გეშინია და ანუ მან იცოდა რომ შენ კაცი ხარ? იცოდა იქიდან გამომდინარე რა სოციალურ ქსელზე მე ეს ყველაფერი მქონდა გამოაშკარებული და არ დამჭირდებოდა ამ ყველაფრის შეპარება ან თავიდან ახსნა. და რატო იყო ქორწინებაზე ლაპარაკი? საიდან დაიწყო ეს ყველაფერი? ქორწინებაზე ლაპარაკი თვითონ დაიწყო, იმიტომ რომ მას ჭირდებოდა ქალი გვერდით, რომელიც აიყვანებოდა მას და აიყვარებოდა. არ ვიცი, ვერ გეტყვით. ოჯახში რომ მიხვედი, რა დედამთილ მამამთილი თუ რაც არ ვიცი, რომ მიხვედით, რა იცოდა ოჯახმა რაც მოხდა? არაფერი არ იცოდა ოჯახმა და დღეს მე უფრო მეტყობა რომ ვარ ტრანსი, გენდერი, ვიდრე აი იმ პერიოდში. არ ვიცი, შეიძლება ხვდებოდნენ და ეს ადამიანი ფარავდა მყავს. ვერ გეტყვით. საბუთებში ხო გიწერია რომ მამაკაცი ხარ და როგორ დაიწყე? ქორწინებაზე როგორ დაიწყე ლაპარაკი? მან გააყალბა საკმაოდ დიდარი იყო ეს პიროვნება და არის დღესდღეობით ბათუმში. მოვაწერეთ ხელი და შემდეგ წამიყვანა მასთან სახლში. და ანუ ეს უნდა ყოფილი, რამდენი ხანი ცხოვრობდით ერთად? 2 წელი.
2 წელი ნათესავებმა არ იცოდნენ რომ ტრანსგენდერი იყავი. არა. და ვფიქრობ, რომ დღეს ყველაფერი დაიმსხვრევა ამით. და ბავშვი რო გინდოდა, როგორ იყო ეს ისტორია? რასაკეთებდი ამისთვის? შემომთავაზა ესეთ წინადადება, ვინმე გვენახა გოგონა, რომელიც გაგვიჩენდა ბავშვს. მე ძალიან ბევრი მეგობარი გოგონა მყავდა, ერთ-ერთი სხეულით მოვაჭრე, რომელსაც შევთავაზა. არ იყო წინააღმდეგი. ნამდვილად დამთანხმდა, მან თავის თანხაც აიღო, როგორც იყო ჩაპირებულები. მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ, როცა გავიგეთ, რომ ეს გოგო ფეხმძიმეთი იყო, ამ დროს ჩემი რამოდენიმე თვის შემდეგ მირეკავს და მეუბნება. ჩემი ბავშვის დედა არის ეს და დამთავრდა ყველაფერი. და ნანობ რომ გაუშვი? რა თქმა უნდა, ვნანობ, იმიტომ რომ ვარ დღემდე მარტო. ესეც გიყვართ, ეხლაც გიყვარს? და ვინ არის? ამას მართლა ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ შესაძლოა ჩემს სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას. ბიანკა, ინტერნეტით გაიცანი ადამიანი, რომელიც სახლში დაპატიჟე და ელექტროშოკის მეშვეობით გაგაუპატიურა. და რა მოხდა? რა იყო? გავიცანი, დაახლოებით 1 კვირა ვწერთ ერთმანეთს, საკონტაქტო ნომერი მივეცი აი ამ ადამიანს. და შეხვედრის დღე როცა მოვიდა, უთხარი მოსულიყო ჩემთან, იმიტომ რომ ძალიან საშიშია ზოგადად საქართველოში გასვლა შენსნებაზე, მით უმეტეს ღამით. რაცა მოვიპატიჟეს პიროვნება სახლში შეპატიჟების დროს, ჩემი მეგობარი დავმალე მეორე ოთახში, იმიტომ რომ კონტაქტის დროს ამ პიროვნებამ მითხრა, მარტო ხარ თუ არა და ვიცით ცოტა ეჭვის მომტანია, როცა ამას გეუბნება ადამიანი, რომელთანაც ვცდილობ ურთიერთობის აწყობას. და ჩემი პასუხი იყო, რომ ვარ მარტო. ეს ის ადამიანია, ვინც საბი მოკლა? დიახ. და როგორ გადაურჩი? ჩემი მეგობრის მეშვეობით. მეგობარი შემოვარდა ოთახში, ის ვერაფერს ვერ გახდებოდა. ამიტომაც მან დაუძახა მეზობლებს. მეზობლების შემოსვლის დროს შეშინდა. შეშის შედეგად დამიყარა 2 მობილური ტელეფონი და ელექტროშოკი. ტელეფონები დავაბრუნე და გავატანე, ელექტროშოკი კი მე დავიტოვა, როგორც ნივთგიცება. სულ ხიფათში ხარ, მუშაობდი სექს მუშაკად და პირველივე ღამეს დაგაკავეს. ჩემი დაკავება უკავშირდება რეიდებს, ახალი დაწყებული იყო რეიდები, მე ესეთი გამოწყობილი როგორც ლამაზი მანდილოსანი ტაქსიდან ჩამოსვლა 5 წუთში მომიჩერა საპატრულო მანქანა, რომელმაც მხოლოდ ერთი კითხვა დამისვა, აქ რას აკეთებ და ვეუბნები, რომ ვარ ტრანსი და ვსეირნობ ქუჩაში. რამდენი ხანი იყავი დაკავებული? 4 დღე. ჯარიმა გადაიხადე? არა. და იმის მერე აღარ გასულ ხარ? არა. ეხლა რით ირჩენ თავს? დღესდღეობით მე ვცეკვავ ერთ-ერთ სტრიპტიზ კლუბში, სადაც საკმაოდ სოლიდურ თანხას მიხდივ. სტრიპტიზის ცეკვის დროს, იციან რომ ტრანსგენდერი ხარ? კლუბში მომხმარებელმა არც ერთმანეთის გარდა მენეჯერისა და კლუბის მეპატრონის. და ეხლა რო გნახავენ ტელევიზიით და გიცნობენ. არ ვიცი, ცხოვრება ერთი საქმით არ მთავრდება. დიდი მადლობა ბიანკა. მოგზაურობისთვის.